ტრადიციული კერძები და მათი დამზადების წესები გემოფესტ სამჯერად რაჭა მასპინძლობს 15-მდე ადგილობრივი მზარეული საკუთარ შესაძლებლობებს ამბროლაურის სანაპიროზე გამოვლენს ფესტივალის სტუმრები რაჭის ცნობილ და ნაკლებად ცნობილ კერძებს და მათ თანამედროვე ვერსიებსაც დააგემოვნებენ. კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობები, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები და მუსიკალური ღონისძიებები. სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით დაფუძნებული ფესტივალი ვიზიტორებს ყოველ წელს მრავალფეროვან პროგრამას თავაზობს. საფხულის ტურნეს ფარგლებში ყველაზე გემრიელმა ფესტივალმა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში რაჭაში გადმოინაცვლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რაჭა კონკრეტულად კი ამბროლაურის ახალი სანაპირო მასპინძლობს გემოფესტს. თავდაპირველად გემომ რაჭაში აიღო სტარტაპი, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ რაჭაში დაიბადა და მას შემდეგ რაც თითქმის ნახევარი საქართველო მოიარა, კვლავ რაჭას დაუბრუნდა. დღეს და ხვალ ამბროლაურში ახალ სანაპიროზე, ასე ქვია პარკს, გემოფესტი გაიმართება, სადაც რაჭული გემოების დაგემოვნება შეძლებს 15-მდე გემოელი, ასე ვთქვათ, შემოგთავაზებს თანამედროვე ახლებური ვერსიით რაჭულ კერძებს. ფესტივალისთვის შეირჩა 15 ადგილობრივი მზარეული, რომელთაც გამოცდილმა შეფმზარეულებმა უკვე ჩაუტარეს ტრენინგი. აქ ნახავთ როგორც ტრადიციულ, ასევე იშვიათ და ნაკლებად ცნობილ კერძებს. როგორც აქ ამბობენ, 100-ჯერ გაგონილს ამბროლაურის ახალ სანაპიროზე ერთხელ გასინჯული ჯობია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სწორედ ამბროლაურში აიღო სტარტი გემოფესტმა. ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზოგადად ჩვენი ტურიზმის, ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ჩვენი ცნობადობის ამაღლების კუთხით. გემოფესტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი 15-მდე მზარეული და სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ტრადიციული კერძები დააგემოვნონ. აქ დააგემოვნებთ ლობიოსა და ლორისგან დამზადებულ კროკეტებს, რაჭის უგემრიელეს კერძს შქმერულს, თუმცა გათანამედროვებულ ვერსიებს, რაჭული თეთრა სპანაკოტას, ბეჩა ბურგერს და სხვა უგემრიელეს კერძებს. ადგილზე მოსულ ვიზიტორს საშუალება აქვს დააგემოვნოს ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის, წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა და მასში მომზადებული კერძებით და თქვენ წარმოიდგინეთ ხვანჭკარას ლიმონათიც კი. გვაქვს სხვადასხვა კომპანიის ხვანჭკარები და ხვანჭკარასთან მისაყოლებელი რაჭული კერძები. ეს შეგიძლიათ ყველა ნახოთ, გადახედოთ, ვისაც რა სურვილი ექნება, თეთრი მშრალი უნდა თუ წითელი მშრალი. აქ აქცენტი, რა თქმა უნდა, რაჭულ ღვინოებზე გვაქვს და რა თქმა უნდა, ხვანჭკარაზე, როგორც გამორჩეული ესეთი ყველაზე ცნობილი რაჭული ღვინო. ალექსანდროულის და მუჯურეთულის მიქსი და გახლავთ როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელება და არის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კუთხეში, იმ კუთხესაც მე დავიბადე, ტარდება ესეთი ფესტივალი და ვიღებ მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია გემოფესტი, რომ ტარდება რაჭაში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ტურიზმის პოპულარიზაცია, კუთხის პოპულარიზაცია, კერძების პოპულარიზაცია ძალიან ხელს უწყობს ეს ყველაფერი. მე წარმოდგენილი მაქვს ცოტა პროვოკაციული კერძია, ეს არის ლობიოს ბრაუნი. წარმოდგენილი მაქვს ტრადიციული ჩაშუშული, კარტოფილის კროკეტებთან ერთად და მაქვს შქმერ სენდვიჩი. ეს არის სენდვიჩი ინგლისურ მაფინების პურში, შქმერულის მოტივებზე, ქათმის კოტლეტით. ეს გვაქვს წარმოდგენილი პიცუკა შქმერულად და ასევე პასტა კარბონარა, რაჭული ლორი. ჩვენ ვეცადეთ, რომ ძველი ტრადიციული კერძებისგან, რაჭული ადგილობრივი კერძებისგან შეგვექმნა თანამედროვე პროდუქტები და დავამზადეთ რაჭული ლორით კარბონარა და შქმერულად ქათამი პიცაზე. კერძების ნაწილი განსხვავებული თანამედროვე ვარიაციებითაა მომზადებული, თუმცა ყველა ის გემო შენარჩუნებულია, რაც ტრადიციულად უნდა ყოფილიყო. ლორი აქ რომ გამოდის, ისეთი გემოსი არსად არ გამოდის. ეს ალბათ ეთქმით რაჭველებს და ამბობენ კიდეც. როგორც რაჭა არის საყვარელი, აი ესეთი კერძები არის პურუკებში, ბევრი სიყვარულია, მოკლედ მოთავსებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს გადახალისება, ეს ახალი ხედვები, რომელიც ჩვენ შეფებმა გაუზიარეთ ვენდორებს, გამოადგებათ მომავალში და უმასპინძლებენ ტურისტებს ღირსშესანიშნავად. სპეციალურად გემოფესტისთვის აეროპორტების გაერთიანებამ რაჭის სტუმრებისთვის დამატებითი ავიარეისებიც დანიშნა. წელს პირველად გემოფესტს მთავარი მხარდამჭერის სტატუსით ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი უერთდება. ფესტივალი უკვე აქტიურ ფაზაშია, ბევრ დამსწრეს ველოდებით კიდე რომ შემოგვიერთდებიან. დღეს მოგეხსენებათ, ფრენა შედგა ამბროლაურის აეროპორტში, მივიღეთ დამსწრეები
ასევე დამატებით ფრენას ჩვენ კვირას ვგეგმავთ, რათა კვირას დამსწრეებმა შეძლონ მარტივად უკან დაბრუნება თბილისში. გემოფესტის მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ასევე ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერა, რეგიონში ტურიზმის განვითარება და რა თქმა უნდა სოციალური ურთიერთობა, რადგან რაჭა ყველას სიყვარულია. მონაწილეები ხვალაც ელოდებიან ვიზიტორებს და ყველას ჰპირდებიან, რომ ზუსტად ისეთ რაჭას გააცნობენ, როგორიც მათ გულსა და გონებაშია.